მაშველებისა და მეხანძრეების პროტესტი გრძელდება. აქციის 29 დღეს მონაწილეთა ნაწილმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მერიასთან გადაინაცვლა და კარვები გაშალა. თუმცა უცვლელი რჩება მათი ძირითადი მოთხოვნები. სამსახურის ხელმძღვანელის თემურ გიორგაძის და მისი დიშვილის ლევან ჩხიკვაიძის თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც ვაკე საბურთალოს რაიონულ გაყოფილებას ხელმძღვანელობს. პირადად მისი დიშვილი მე პრემიერს მართლობდა და ეს ფაქტები უამრავია სამსახურში. რაც შეეხება მეხანძრე მაშველები წლების განმავლობაში იძულებით დაყავდათ აგარაკებზე, დაჩებზე და ამუშავებდნენ. ვითხოვთ პირველ რიგში ამ კორუმპირებულმა და დამნაშავე ადამიანმა დატოვოს სახანძრო სამაშველო. სანამ ეგ ადამიანი არ დატოვებს ამ სამსახურს, ჩვენ არ დავიშლებით და არ შევწყვეტ ბრძოლას. ბრალდებებს მოგონილს უწოდებს თემურ გიორგაძის დიშვილი. ლევან ჩხიკვაიძის განცხადებით მაშველთა და მეხანძრეთა ნაწილი სამსახურიდან კანონიერად დაითხოვეს და არსებობს შესაბამისი დოკუმენტაციაც. დაასაბუთონ როგორ ვართმევდი, ცემდი, ვაყაჩაღებდი, ძალავდი, ვემუქრებოდი, რას ქვია, ვართმევ ამ ხელაკაცები არიან, რას როგორ უნდა წაართვა, ხო? ჯერ ან კიდე ხელფასებს არ გვაძლევდნენ, ესაც ხო აბსოლუტურია, რას ქვია, ხელფასებს არ ვაძლევდით. ეს ყველაფერი არის უბრალოდ მოგონილი ბრალდებებით. მე არ ვაპირებ 5 და 10 კაცის ესეთ ნაყვირალზე რომ წავიდე და მე სამსახურს თავი დავანებო. საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს უფროსი მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების განცხადებებზე კომენტარს აღარ აკეთებს. თემურ გიორგაძის ნაცვლად დღეს მისმა მოადგილე მისაუბრა და თქვა, რომ შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად სააგენტოში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა. ჩვენი საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციას მართვის სააგენტო მერიის სამსახურთან და ასევე პროფესიული კავშირთან ერთად მზად არის, რომ ჩამოყალიბდეს მუშა ჯგუფი და ის ყველაფერი, რაც პრობლემების მიაჩნიათ ამათ ამ პროტესტანტებს ჩვენს და დღევანდელ კოლეგებს შეიძლება რომ გადავჭერთ მოლაპარაკების გზით. აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად მერიასთან ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი მივიდა. ლავრენტ ალანია ფიქრობს, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელიც სააგენტოში შეიქმნა, უფუნქციო და პრობლემებს ვერ მოაგვარებს. პროფკავშირები ვაგრძელებთ მხარდაჭერას ამ გაფიცული და მოშემშლელი ადამიანების, ასე რომ შევხედოთ ტრანსპორტის პროფკავშირები ზეგიდან იწყებს პერმანენტულ აქციებს, ისევ ამ ადგილას, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ ამ ხალხს. სხვა დარგებიც მზად არიან ამისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ესეთი უარგისი ხელმძღვანელობა რაც ყავს სახანძროს მისი ადგილი არ არის, მანდ უნდა დატოვოს თანამდებობა. აქციის მონაწილეთა ნაწილი თბილისის მერიასთან კარვებში დარჩენას გეგმავს მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ნაწილი კი საპროტესტო აქციას საგანგებო და გადაუდებელი მართვის სააგენტოს შენობასთან განაგრძობს.